разговаривать, что сказать? Тебя люблю. Я тоже очень сильно люблю. И красавица. Мама, можно тебя полить? Ты купила музыку? Не, включал его. აი ჩემი მეგობრებო, ეხლა ჩამოვედით. ეს ყველაფერი რო გავდეცხა წინა დღით გარეთ მე და ჩემი მეუღლე ისევ ბათუმში იყო ჩამოსული. ერთი დღით და მეუთხარ რომ ჩამოიხსნა და ეს დივანზე ესე დაეფარე, ვინაც ცოტა ნესტით იყო და ეხლა ამგეს თქვენთან ერთად დავკეცა ესენიც ყველაფერი რომ გაშა უკვე თითქმის 6 დღე არის, რაც არ ვიყავით აქ და ეს დასაცმელებიც გაშა თქვენთან ერთად ყველაფერს დავკეცავთ. Ну, ესე არის ახლა ეს პური ვიყიდეთ, ახლა უცბად კარტოფილს შევძლავ. ეს სახლიდან წამოვიდა მანდარინი. აი, ეს მანდარინი წამოვიდა სახლიდან. აი, ეს კომპოსტო ვიყიდეთ ახლა. და პომიდორი, კიტრი და კარტოფილი. ხა კარტოფილს შევწყალ გემრიელად მივირთმევთ. და აქაც დასაცმელების პრობლემა არის. დასაცმელებმა ყველაფერი შესაწყობი კარადაში. ნუ აქ წინა დღით ბავშვები თამაშობდნენ და ამიტომ ეს დარჩა. ასეც ასე. და მიხარია რომ ყველაფერი სუფთა არის. ეს არაფერი არა, ეხლა რაც არის თეთროულსაც გამოვცვლი თქვენთან ერთად და დასრულდება ბავშვის თეთრეული ძმა გამოსაცვლელი და ნუ იქაც რაღაცები ესე ვთქვათ გასასწორებელი. ასე რომ თქვენც წაგიყვანთ. საბანოთ სუფთა მდგომარეობაშია ეს ბავშვის დასაბანი ტაშტი, ესეთ დავდეთ. ადგილი აღარ იყო და ეს ყველაფერი სუფთად არის. წკრიალობს. ასე რომ ძალიან მიხარია. ეხლა მე ყველაფერს დავდებ სადილას, ჩემი მეუღლე უნდა წავიდეს სამუშაოდ მიეწევიდეს. მე გავამზადებ ახლა კარტოფილს გავაკეთე. და თქვენც წაგიყვანთ. ჩემო კარგებო. ეხლა კარტოფილი რო გავთ, ჰალო მჭირდება ქვამი. აი, კარადიდან მოვიდე. ამასაც დავდებ მაგიდაზე. კაპიტან ჭირდება. ძალიან მიხარია რომ
მოვასწარი ყველაფერი დავალაგე და სუფთა მდგომარეობაში დავტოვე ყველაფერი. ძალიან მიხარია. What was me? ნახეთ გულის ფორმა თითქმის. აი ამით ესე ვთვლი ხოლმე. ძალიან მინდოდა კარტოფილის შეწვა. Мама. Да, дочь. Что случилось? Я хочу потеть. Алисаსაც უნდა ყურება. ხვალ მუშაობ, დღეს ვისვენებ. ძალიან კარგი დასვენება გამომივიდა, ანუ პირველი ორში ისედაც ყველა ვისვენებდით და შემდეგ გოგონები მუშაობდით მორიგეობით. ამიტომ მე გამოვედი სამუშაოდ 5 რიცხვში. და 5-ში მუშაობდი. დღეს ვისვენებ და ხვალ ვიმუშავებ და მე 8-დან ჩვეულებრივად ვიწყებთ უკვე როგორც მუშაობდი და ძალიან კარგად ავისვენებ სხვათა შორის ჩემო კარგებო. აი ალისა მოიტანა სკამი. მეც მინდაო რომ გამოჩდეო კადრშიო და თავისით მოიტანა და ინტერესებს ახლა ეს ვაკეთებ. ეს კიდე ქვემოთ არის სკამთან. всё, ერთ-ერთ დავა მოვიდე და აღარ დამჭირდება მეტი. ასე მგონია. Ну, она же уже, у нее руки какие должны. Цвет кожи, видишь, какой у тебя, такие у нее. У меня розовая кукла. Все твои куклы здесь, точнее. Холодно. Не холодно, а горячие. Горячая. Я боюсь. Моя белая ёпта. Меня розовая. Розовая белая. Моя честь. Бросаешься где попало, а ты не теряешься. Не здесь так диван. Сейчас. Алла. Включи телевизор, чуть-чуть, пускай покакает. Нет? Положила на тарелку. Აბა გემრიელად მივდით, ვინც მიიქნებთ ახლა. Просто если туда или сюда. Папа, давай я тарелку. Это мама прицелит. Папа, куда такие? Папа вот там стоит. Надо Смотри, Аня. А потом с луком
მოგესალმებით ჩემო თბილო მეგობრებო, როგორ ახართ? ყველას გილოცავთ ძველთა ახალ წელს, ჩემო კარგებო. დღეს არის 13 იანვარი და დღეს უკვე იქნება ძველთა ახალი წელი. ყველას გისურვებთ, რომ ყველას სურვილი აგისრულდეთ და 2025 წელს ყოფილიყავით ენერგიულები, მოტივირებულები და დისციპლინირებულები. რადგან დისციპლინა ყველაზე მნიშვნელოვანია შენი სურვილის ასასრულებლად. ამიტომ ყველას გისურვებთ ამას. რა თქმა უნდა, ჩემ თავსაც უსურვებ, რომ ვიყო დისციპლინირებული. აქ ამ დღეს ჩამოვედით ბათუმში, ძალიან კარგად ვიმგზავრეთ, ორივე ბავშვი უკან იყვნენ. იჯდნენ, მერე დაეძინათ, ძალიან კომფორტულად ჩამოვედით. და შემდეგ კარტოფილი შევწუ ყველაფერს ნახეთ, ძალიან გემრიელად მივირთვით, დასალაგებელი ძალიან ბევრი არ იყო არაფერი, უბრალოდ ამ დღეს საფიამ არ მომცვა იმის უფლება, რომ ტანსაცმელებით ჩამომეხსნა და მეკეცა, ამიტომ აქ მხოლოდ თეთრეულები გამოცვალე და ეს დღე უკვე ამით დავასრულე. რაც შეეხება თუ სამტრედიაში როგორ გავატარეთ დრო, ძალიან კარგად. უმაგრესად გავატარეთ დრო, მართლაც რო კარგად დავისვენე, ჩემი დაც იყო იქ, ჩემი ძმა რა თქმა უნდა, ყველაფერი ნახეთ თქვენ, რამდენიც ვიყავით და ძალიან მეხმარებოდა ჩემი დაც და ასე ვთქვათ, მართლაც რო დავისვენე კარგად. ესე მოვიკრიბე ენერგია, ძალები და ეხლა შემოგიერთდებით თქვენს. შემდეგ აქ უკვე მეორე დღეს, რა თქმა უნდა, გადავკეცე ყველა ტანსაცმელები, თქვენც ნახავთ, კადრები ყველაფერი გადაღებული მაქვს და მერე დამიწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ და ასე შემდეგ. აქაც როგორ ტირის ნახეთ, ბავშვი საერთოდ არ გამაკეთებინა, მოკლედ ლოგინით ძრვის დავალაგე. ტანსაცმელები რა თქმა უნდა ესე დავტოვე და მეორე დღეს უკვე დავკეცე. ასევე დილას ავდექი, მეც დავიბანე, შემდეგ ტანსაცმელები რომ დავკეცე, სანამ დავკეცავ ტანსაცმელებს, სუპი გავაკეთე, მე გადაგიღეთ თქვენ, ნახავთ თქვენც და ძალიან გემრიელი იყო, სხვათა შორის ქათმის სუპი გავაკეთე და ყველამ ჭამეთ მივირთვით. რაც შეეხება ჩემს გამომწერებს და ვინც აქტიურად ჩემს ლოგებზე ბოლოს, უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულთაგანს, რა თქმა უნდა, ყველა თითოეულთაგანის ლაიქისთვის და ყველაფრისთვის. და თქვენს, რა თქმა უნდა, რჩევებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ესეთი აუდიტორია მყავს. ეხლა ვაკეთებ ქათმის სუპს და გადაგიღებ ცოტ-ცოტას ესე ჩამოთბილება. ეხლა ხახვი დავჭერი მოვთუშე და სტაფილოს ჩავყრი, ცოტას რომ მოწიფლდება. სტაფილოს ჩავყრი, მერე კარტოფილს და მერე ბულიონს და ხორცს ჩავამატებ. ჩავყარე ეხლა სტაფილო და მოვთუშე სტაფილოს ანთე და მე ჩავყრი კარტოფილს. მოვთუშე კიდე კარტოფილს და მერე ჩავყრი ბულიონს. იქეთ არ უყურთ ზეთი უბრალოდ ძალიან გაცხელდა და ზემოთ ამოიხსა ყველა. ეხლა თეთრეულს ჩავთავ და გავრეცხავ. და ესე გამოიყურება. ეხლა ცოტაც და შემდეგ ცერეცოს ჩავყრი და მოგემრიელესი იქნება. აი ჩემო მეგობრებო, ესე გამოიყურება. გავაკეთე სუპი მოგემრიელესი. ეხლა ალისას დავბან და შემდეგ ვაჭმე. აი უკვე ნახეთ როგორი სუპი გამოვიდა, ძალიან გემრიელი იყო, მართლა არომატული და ძალიან გემრიელი. ეს არის უკვე მეორე დღე და დავიწყე უკვე ტანსაცმელების ჩამოხსნა, ძალიან ბევრი იყო და ძალიან მიხარია რომ წინაღამით 31-ში ყველაფერი დავრეცხე და არ დავტოვე არაფერი გასარეცხი. ეხლა საერთოდ არც არ მაქვს გასარეცხი და ძალიან მიხარია რომ ესე ხშირად ვაკეთებ ყველაფერს ცოტ-ცოტა ნელ-ნელა და ყველაფერი გამომდის ნელ-ნელა, ძალიან მიხარია. ასევე ჩემო აუდიტორიას მინდოდა მადლობა გადამეხადა იმისთვის, რომ აი თან პლუს მითხრეს, რომ ძალიან მოგწონსო თქვენი არხიო, ასევე მითხრეს, რომ ასევე დამიწერეს იდეები თუ რის გადაღება შემეძლო და აი ვიგრძენი ნამდვილად, რომ ჩემი აუდიტორია ჩემს ვიდეოებს ბოლომდე უყურებს, რჩევებსაც მაძლევს და ძალიან מחარებს ეს სიტუაცია და მართლაც რომ უდიდესი მადლობა მინდა თითოეულთაგანს ასეთ გამომწერებს გადაგიხადოთ. აი ყველა თითო ლაიქისთვის ძალიან მიხარია.
რომ ესე მილაიქებთ და მიკომენტარებთ, იწერთ ჩემს არხს. ეხლა რაც შეეხება ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი, ახალი გამომწერებს, უდიდესი მადლობა, ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ჩემს ვლოგებზეც იაქტიურეთ და ჩემის ვლოგებზეც უყურეთ ხოლმე, რათა ბევრი ნახვები მქონდეს და ძალიან მინდა, არ ვიცი, ჩემი ალბათ ძალიან დიდი ოცნება არის, რომ მქონდეს ბევრი ნახვებიც, კომენტარებიც, ლაიქებიც, მაგრამ ჯერჯერობით არ მისრულდება, არ ვნებდები, ვაგრძელებ ისევ ჩემს საქმეს. ვიცი, რომ სხვებს აქვს ძალიან სწრაფად თავისი ნახვები, ყველაფერი, მაგრამ მე სხვა არ ვარ, მე ამალია ვარ და მე შეიძლება ეს საქმე მეტი მირთულდება და წენ ვერ მივდივარ, მაგრამ აუცილებლად ვიცი, რომ ბოლოში გამიმართლებს და მეც ესე მექნება ნახვებიც, კომენტარებიც და ლაიქებიც. ამიტომ ესე ვიბრძვი ახლაც და ნახოთ. რა თქმა უნდა, TikTok-ში შემიძლია რომ კიდევ გავიაქტიურო, მაგრამ იქ რო დავდებ ვლოგებს და იქ მეტად მალე ვრცელდება ნახვები და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ TikTok-ს უნდა დაუთმო მთლიანად დრო, ანუ YouTube-ისთვის აღარ გეცლება. არ ვიცი რამდენად მოვახერხებ, სხვა პლატფორმაზეც ვიყო აქტიური, იმიტომ რომ ოჯახი მყავს, მუშაობთ, შემდეგ ბევრი რაღაც ჭირდება, რა თქმა უნდა, ოჯახშიც და არ მინდა რომ დრო არ მქონდეს ჩემი ოჯახისთვისაც. ამიტომ ჯერჯერობით ვიკავებ თავს, მაგრამ აუცილებლად, როდესაც გავიაქტურდები, აქტიური ვიქნები TikTok-ზე, თქვენს გაგიზიარებთ და იქაც შეგეძლებათ, რომ გამოიწეროთ ჩემი TikTok-ის გვერდი. აქ უკვე თქვენ ხედავთ, რომ ძალიან უზარმაზარი რაოდენობის ტანსაცმელი არის, თქვენც უყურებთ, რომ ვკეცავ და აქაც საფია, რა თქმა უნდა, სულ ტირის არ უნდა არც ლოგინში გაჩერება, არც იქეთ-აქეთ სიარული და ხან ჩამოვსვან, ხან იქ დავსვავ, ხან ისე და ძილი ხო, ძილითაც არ უნდა, რა თქმა უნდა, საერთოდ ძილი. ამიტომ ესე ჩქარ-ჩქარა ვალაგებდი, კეცავდი და ესეთნაირად. ეს ზედამაჩუქა ჩემადა. ხო და კიდე მინდოდა მეთქვა საჩუქრებს საახალწლო ძალიან ბევრი რა მაჩუქა ჩემადამ ჩემს ალისას და საფიას ტანსაცმელები გამოუწერა, სათამაშოები უყიდა, მამაჩემაც, ჩემაც მამაც და ძალიან მიხარია, ასევე ჩვენც უყიდეთ რა თქმა უნდა და ასევე ჩემ დედამთილმა და ჩემ მაზლმაც ესე საჩუქრები გამოუგზავნეს და ძალიან გახარებული იყვნენ ბავშვები და რა თქმა უნდა ჩვენც ჩემ მადამეც მაჩუქა, მეც მას ვაჩუქე და ოჯახის წევრებსაც ვაჩუქეთ საჩუქრები და ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. ეს იქნება ჩემთვის ძალიან კარგი მოგონებად. ეხლაც რო ვუყურებ ხოლმე ამ ვლოგს, ძალიან სიამოვნებს, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი დასამახსოვრებელი. ასევე რა თქმა უნდა, დედაჩემმა საჩუქრებიც გამოუგზავნა, ბედობას თანხა გვაჩუქა, ძალიან გაგვახარა. ზოგადად არის ხოლმე ეს წესა თქვენ ვაქვთ, არ ვიცი თქვენ თუ გაქვთ, ნუ ბედობას თუ თანხას აჩუქებ, ან ნუ სიტყვას და რაღაც, სულ ესე გაყვება რა. და დედაჩემმა არა მინდა რომ ბედობას უნდა გაჩუქოთ ყველას და თითოდ ყველას გვაჩუქა ესე თანხები და მამაჩემმა მოიტანა, მოამზადა კონვერტებში, ჩაადო, მოგვიტანა ყველას გვაჩუქა. ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, დრო გავატარეთ, ლამაზად მოვაწყოთ. ერთ-ერთი იყო ის, რომ დედაჩემი არ იყო აქეთ და მაგიტომ ვიყავით ცოტა მოწყენილები, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ წელს დედიკოც იქნება ჩვენთან ერთად. ასევე ჩემო მეგობრებო, ლაივში ხშირად გამოვდივარ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა თქვენც შემოვერთდით ჩემს ლაივს და უყუროთ და როდესაც შემიძლია ხოლმე გამოვდივარ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, წინასწარ ნუ მწერთ ხოლმე შემოდი ლაივში, პლუს ესეთი გრძნობა მაქვს, რომ ბრძანებლობთ და ეს ძალიან არ მომწონს. ამიტომ, როდესაც მე მეცლება, იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ადამიანი ვარ, მაშინ შემოვალ ლაივში. ეს რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ჩემო თბილებო. ჩემო მეგობრებო, ეხლა შესვენება გავაკეთე. სუპს გავაცხელებ და მივირთმევთ მე და საფია და შემდეგ გავაგრძელებ უკვე ტანსაცმელების დაკეცვას, მაგრამ თქვენ არ გადაგიღებთ ამ ყველაფერს, ძალიან გრძელი იქნება. მხოლოდ რომ ჩავკეცავ ცოტა კადრებს, იმას გადაგიღებთ და იმედია ყველას მოგეწონებათ ეს ვლოგი.
იმედია ჩემ თბილო მეგობრებო ეს ვლოგი გამოვა 13 იანვარს და როდესაც გამოქვეყნდება და პრობლემა არ შეექმნება ძალიან დიდი იმედი მაქვს. აქ უკვე ხედავთ რომ ყველა ტანსაცმელი დავკეცე და უკვე კარადაში ვდებ ყველა ტანსაცმელს, ყველას თავისი ადგილი მივუჩინე და ბოლოსკენაც უყურებთ უკვე დასრულებულ შედეგსაც. აქ საფია ყველა ტანსაცმელს მოკიდა ხელი, პირში ჩაიდო, მოკლედ ესეთი პერიოდები აქვს. საფიას უკვე 2 კბილი ამოსდის, რაც ძალიან მიხარია ჩემო კარგებო. აქ უკვე ამ ვლოგში დაგემშვიდობებით ჩემო თბილებო და ძალიან გთხოვთ იაქტიურეთ, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც ჯერ არ გაქვთ გამოწერილი. ამით თქვენ დიდ мотивაციას მაძლევთ და ძალიან დიდ ენერგიას და ძალიან გამახარებთ მართლა მთელი გულით. ასევე კიდევ გილოცავთ მრავალ დაესწარით და ყველა სურვილის ასრულებას გისურვებთ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ალბათ ადამიანისთვის. აი თქვენც უკვე გესმით თუ როგორ უკვე მიმდინარეობს სროლა, ესე ვთქვათ, ხლაპუშკების ქართულად არ ვიცი როგორ ქვია, მაგრამ არ გამომეკიდებით იმედია. აი ჩემი მეგობრებო, დავკეცე ყველაფერი, როგორც დაეტია. ყველაფერი მის ადგილას დავდე და ესე გამოიყურება. ოთახი დავასრულე უკვე დალაგება, დამრჩა სარეცხი რო გავრეცხო და ნაგავი გადასაყრელია. ამას უკვე თქვენ აღარ გადაგიღებთ და აქ უკვე დავასრულებ ჩემო თბილებო და შემდეგ ვლოგამდე დაგემშვიდობებით ჩემო საყვარლებო. გაკოცეთ. ჩემო მეგობრებო, ეხლა ვაკეთებ ლობიოს. მიხარშება. აქ გავთალე და ნიორი, ეხლა ჩემ უღლებ მომიტანს წვანილებს და გემრიელად გავაკეთებ ლობიას. ეხლა ჩავამატე ხახვი, რაც მოვთუშე და ნიორი. ეხლა წვანილებს დავჭრი და იმასაც ჩავამატებ და უკვე ყველაფერს ერთად მოვთუშავ. მე უცხო სუნელებს ჩავამატებ და დავჭყლინტავ თუ არა, მაგას მე ცოტა მოვიფიქრებ, ხანდახან არ მიყვარს ეს ამ დაჭყლინტილი რო არის. და ნახოთ. უგემრიელესი ლობიო გამოვიდა, არ დამიჭყლენტია და აი ესე მივირჩით ძალიან გემრიელი იყო მართლა.